მე სურათებს ჩაგიყრით Facebook-ში, თქვენ ამ სურათს დააკოპირებთ და აი აქ სახატავ პროგრამაში, პალიტრა და ფუნჯი რომ ახატია აი ამ სახატავ პროგრამაში, Paint-ით, ანუ ჩასმით, აი ამას დააწყაპებთ და ჩაჭდება ეს სურათი აი აქ. აქ გვაქვს დაპატარავება სურათისა, მიმატება ზრდის უფრო სურათს, როგორც მიმატებას ვაწვევით, იზრდება გამოკლებას ვაწვევით, პატარდება. ჩვენ ასევე შეგვიძლია თვითონ ეს გადავწიოთ გვერდზე და ისე გავზარდოთ. ეხლა ნახეთ, გვექნება აი აქ ასეთი დავალება, რომ ნიმუშის მიხედვით გადაიტანონ გვერდზე იგივე რაოდენობის უჯრებია და გადაიტანონ და შეავსონ ნიმუშის მიხედვით ფერები. აი ეს არის ამოსაჭრელი ღილაკი. დავაწყაპებთ აი ამას და მაგალითად გვინდა წითლები რომ გავაკეთოთ, ხო? აი ეს წითლები გავაკეთებ, 2 ცალი ხომ არის? მოვნიშნეთ აი ამითი, ამას რო დააწყაპებთ, მერე მონიშნავთ, კოპირებას დააწყაპებთ და შემდეგ paste-ი ჩააგდებს აი აქ ზედა კუთხეში. წამოიღებთ ამას, მიიტანთ აი აქ და ზომას გააკეთებთ ისე რომ ჩაჯდეს აი ამ ორ უჯრაში. ეხლა ეს უკვე კარგი ზომაა და ეხლა თავიდან დავაკოპიროთ და ჩავაგდოთ. აქ უნდა ყოფილიყო წითელი, შემდეგი წითელი აი აქ უნდა იყოს თუ ნიმუშს დააკვირდებით. ერთხელ უკვე დაკოპირებული გვაქვს და შემდეგ კიდევ რომ რამდენჯერაც paste დააწყაპებთ, იმდენჯერ ჩამოგიყრით იგივენაირ დავალება, იგივენაირ სურათს. აქ შევავსებთ, კიდევ დავაწყაპეთ, წამოვიღეთ, შემდეგი ხომ აქ არის მისი ადგილი, აქ ჩავსვით და ასე შემდეგ. შემდეგ გვინდა მწვანე. თუ გინდათ აი აქედან გააკეთებთ, თუ გინდათ აი ამ მწვანეს მონიშნავთ, ჩვენ წეღან ეს ქონდა მონიშნული და ისევ ეს არის, თუ თქვათ ფანქარს აიღებთ, ეს აღარ მოგცემთ, ნახეთ, ფანქარს თუ აიღებთ, გაგეხაზებათ და ვეღარ გააკეთებთ მონიშნას, აუცილებლად უნდა იყოს ეს მონიშნული. მე მაგალითად ეს კარგი ზომაა და აი ამ მწვანეს ავიღებ, დავაკოპირებ. აი ამაში შემიძლია გამჭვირვალე ავირჩიო, რომ როცა ჩავაგდებ მე მაგალითად აი ამას გარეთა კანი არ ექნება სხვაფერი. აი ჩავიტანე paste-ი, ჩავაგდე, წავიღე, ისევ paste-ი, ჩამოვაგდე, წამოვიღე და ასე გაგრძელდება, ასე უნდა შევავსოთ ეს სურათი. ეს არის თქვენი პირველი დავალება, რომელიც გვასწავლეს აი ამ ღილაკის და copy paste-ის ფუნქციებს. სხვა დროს კიდევ სხვა ფუნქციებს შეგასწავლით. ძალიან გთხოვთ, აი ეს დავალება გააკეთეთ და შემდეგ გადმომიგზავნეთ Messenger-ში.